სალამი მეგობრებო. დღეს იყო კალაძის შტაბის გახსნა და მივიდნენ ჭინკები და ერთი ამბავი ატეხეს. ზოგადად ჭინკებზე ვისაუბროთ. რაღაც არის გასაკეთებელი, იმიტომ რომ ეგენჩორს ვოლსკის ჰქონდა ძალიან სწორი პოზიცია პირჯვარი გადასახა და მალე შეიძლება წმინდა ბეკაუდიშარიასაც ძალიან სწორი პოზიცია. ბეკაუდიშარიას ნახე როგორია. ორი განსხვავებული, მაგრამ ორივე სიმართლე. ბეკაუდიშარიას გინებას არ გაუშვებ, შეაგინა, მაგრამ ბეკაუდიშარიას ვიდეოდან ამოვიღე ბოლო ნაწილი, ტელეპილონმა რატომღაც ის ავად ყოფი რო ეძახის. ხო, და გაუშვით. გაუშვით. ხმა? მოიცა რაღაც ხმა მას გააჩერეთ. მოდის რაღაც მუსიკა? კი. გამოდიშეთ ეთერი? უნდა გამაფრთხილოთ მეგობრებო. ხო? აი ხა აღარ არის. კი ბატონო. ახლა მაშინ თავიდან ჩავრთო. არა უშავს დებეგეს რაღაცები გაუშვით. დამელაპარაკე მოკალა. მოდი. ბიჭო, გაიცემი, მოდია. დამელაპარაკე. რუსულ საქმეზე. ჩინგა. რუსულ საქმეზე. ვენ არაკეთებ რუსულ საქმეს? შენ რა პროტესტი ხარ, შენ რა მოხარა? აი ხან მაგარი პასაკი. სადი ხარ, მოდილა სადაც. 9 აპრილს? რამდენი წელს ვარ ის მას? 9 აპრილს. არ ვიყავი ჩანასახში თავყავ. ჩანასახში არც უნდა ყოფილიყო. ესე იგი, ეს გოგონა ამბობს, რომ იმ დროისთვის პოტენციურ მამას სექსი არ ქონია პოტენციურ დედასთან. ესე იგი, ჩანასახშიც არ ყოფილა. მე შე სხვა ვიდეოს გაშვება საფირო. ხო, სხვა ვიდეოს გაშვება. არა, ამას ვაპირებდი, მაგარია, ჩანასახში არ უნდა ყოფილიყო. არა, კაი ბაზო, არა, მე სხვა აი, კარგი შუტკა. მე სხვა ვიდეოზე ვლაპარაკობდი ვიღაც აქტივისტი, სრულად დეფორმირებული მორალის და გაუგუღმართებული ეთიკის მქონე, რომელიც ეს არის, რა ქვია, ხშირია, აკაცუკების, არ ვიცი, ლეგიონია რა მათი სახელი. უყვირის რომ კიბო გაქო და არ შეიძლება სასმელი ამასთან და მაინც მოკვდები და წეულის. ნუ ავად ყოფები, ეს არის სხვა რამეს ვამბობ ხალხნო, ნახეთ, ჩვენ შეიძლება განსხვავებული პოზიცია გქონდეს, მტრობდეთ ერთმანეთს ადამიანები, პოლიტიკური ჯგუფები. მაგრამ ესენი სხვა ხალხია. სხვა, ცუდი ხალხია. არა, ხალხია საერთოდ. სხვა, შეიძლება ეგ კითხვაც ლეგიტიმური. სხვები არიან, ანუ ეს არ არის ავთენტური ნაწილი, ეს მარგინალური კულტურის რაღაცა წესები არის, რისიქითაც არის. კულტურა არ არის. რაღაცა არის. ხო, რაღაცა ბოროტება, აი ჭინგა. მაგას კაკრას. ეს არის ანთროპოლოგიური შესწავლა ჭირდება. როგორ მივიდნენ აქამდე? მე გეტყვი, ეს არის ნეომარქსისტების მარკუზეს, ესე იგი რევოლუციური ბირთვის ყველაზე ვულგარული გაგება. ადამიანი, რომელსაც დასაკარგე არაფერი აქვს. ვინ არის დღეს რევოლუციონერი, ადრე თუ პროლეტარი იყო და მას ჰქონდა იდეა, რომ სტუდენტია, ვთქვათ, უმცირესობებია და ასე შემდეგ. ვინც იჩაგრება, მაგრამ ეს კიდევ ყველაზე ვულგარული გაგებაა, მართლა ფსკერი სოციალური, არ ვიცი, საიდან მოვიდა? აი ბეკას მაგას უყვირის. აი, საიდან მოვიდა ეგ? პანდორას ყუთი გაიხსნა და პანდორას ყუთში ბოლოში არის ის იმედი. და იმედი ამოვა ბოლოს. კი ბატონო. მოდი პატა ბურჭულაძე, სოფლიოში ყველაზე იდიოტია. ან შეიძლება ითქვას, რომ სოფლიო იდიოტებს შორის ოპერის კონკურსში მოგებული აქვს მესამე ადგილი. ამაზე კარგად ღერის ზოგიერთი. არ ვიცი. მე მგონი იდიოტებში ყველაზე კარგად ღერის. იდიოტებში ყველაზე კარგად ღერის. თუმცა თუ გადავხედავთ შოუ ბიზნესს, შეიძლება ესეც არ არის, მაგრამ ნუ ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა იდიოტებს შორის სიმღერაში. თხოვთ, ბავშვი. 4-ში ესენი აღარ იქნებიან სალამოს. 5-ში იგრძებს საქართველოს თავისუფალ საქართველოში და ვაფრიალოთ დროშები, ბატონო. თქვენ მეტი რამე იცოდეთ? ყველანი დროშები, ყველანი. ბაჭო, იცოდი. 100,000, 200,000, 300,000 კაცი ყველას ტარიანი დროშა უნდა გვიჭიროს მაღალი. მაგ ტარებს გაგიკეთებთ უკან, მაგრამ მაგას ტარის ბიზნესი ხო არა? ბიჭო, ტარიანი უნდა. ტარი უნდა ერთ ადგილას ამას, მაგრამ ტარები არ დაგავიწყდეთ. ბიჭო, ეს კარი კაცი საერთოდ ძალიან ცოტა ადამიანია, ვიზეც ყველაზე ვულგარული ხუმრობები მოსულა რა. ანუ არ გიტყდება რა. ერთ-ერთი ეს არის. მეორე შეიძლება იყოს მიშა სააკაშვილი. ან შეიძლება იყოს უგულავა გიგი. არ გიტყდება რა. ყველაფერს იტყვის სიმართლეს ოღონდ. ამას ტარი მოუნდა და ტარის ბიზნესი ხო არა აქ ამას 100,000 ტარი. რა დებილი რეებს. ხუთი აღარ იქნება. თან რო ვერთვლის
30, 60, 80, 100,000 კაცი, რატო არა? რობერტ ფლიზე მაგარი რაღაცა და აღმოაჩინა. ყველა დროშები. ნახეთ ჩემს ვაჭროს ხაბეიშვილის და ბოდიში ამის ატა ბურჯულაძის კოლაბორაციით შექმნილი რევოლუციური მარკეტინგი და რევოლუციური გეგმა რა მაგარია ბიჭო. ალბათ სამყაროს ისტორიაში ყველაზე ბანძი რევოლუცია. ვინმე არის ჯანო არჩაია, მეგობრებო, რომელიც ესეთ რაღაცას წერს. გავუშვით? მე ვარ ჯანო არჩაია, რევაზზე, იმ რევაზზე, რომელიც ზვიადის და მერაბის გვერდში იბრძოდა 14 წლის ასაკში 9 აპრილის მამაჩემის გვერდით ვიდექი 59 წლის გავხდი, არაფერი მომტევე. მარტივი გათვლით 50 წლის არის ახლა. ან არიცი საკუთარი დაბადების წელი და არ ახსოვს რამდენი წლისაა, ან 9 აპრილი როდის იყო. აი ელემენტარული დათვლით, ეხა არის 50 წლის, რა? ან აფხაზეთში წავიდა. პატარა იყო 17 წლის იყო მაშინ აფხაზეთში. ვერ გაიგებ, აი ესეთი იდიოტები, ასე ვთქვათ, გვებრძვიან და რა ვიცი, ვიცინოთ, ვიტიროთ, არ ვიცი რა გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, ლევან ხაბეიშვილი. ბიჭო, რაღაც დაბადების დღეები ორჯერ გადაიხადა რა. ხო, შეიძლება. არა, საჩუქრების მიღება არა, თან ძალიან ზუსტად როგორ გვეუბნები, ზუსტად ვთვლით რა, 14 წლის 9 აპრილის 75-იანია ესე იქ, ხო? 59 წლის არიან გახდა 50 წელი. ხო და ორჯერ გადაიხადა რამდენი დაბადების გავშტ აბა ხაბეიშვილი. ვიდგებით, გავიმარჯვებთ და დედას უტირებთ ეს ნახევაჩა? თუ ვინმეს კიდევ ეჭვი ეპარება, მხოლოდ თავის თავში ეძებოთ პრობლემა. მადლობა ლევან, არ ვიცი ხო ამ ჩვენი საუბრისთვის რამდენად თემატურია, ეს რა ფორმატია ფექსეთ გომის? რა ვიანი, რაც ხრია, რაც მეტიანი. 4 ოქტომბერს სამშობლო გვაქვს გადასარჩენი, მე ჩათვალე თუ არ წარმოვადგენ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, წარმოვადგენ ჩემს საქართველოს. მიატოვეთ პარტიები, დაიკიდეთ ფეხებზე პოლიტიკოსები, დაიკიდეთ პარტიულობა, მივდგეთ ქართულ საქმეზე. 4 ოქტომბერი არის გამარჯვების ეგ როგორ? რატო 4 ოქტომბერი? მანამდე მოგვიყონ ბოლო. და პირველ რიგს მე თქვენ გეკითხებით, ბიჭო. ბიჭო, არა 4 ოქტომბერს ტელეფონებით უნდა დარეკონ. არა, ეგ აღარ არის. შნურიან ტელეფონები. შალვა. მე 4 ოქტომბერი რატო აირჩიეს? სოტოვების ისა რევოლუცია და ხო, მაგრამ ეს რა ფორმატი იყო ახალი გადაცემა? ეს არის ექსპრესიული გომი და წკაპაკე და რო დადის ხო, სტედიკამი დადის და რაღაც დინამიკას ქმნის. კინემატოგრაფიული მეთოდია რა. უწყვეტი კადრის მეთოდი. ფილმები 1917 მოდით, ეგეთ ფილმი ხო გახსოვს? ვითომ უწყვეტი კადრით არის გადაღებული. და ეს რას აკეთებს ახლა ლევან ხაბეიშვილის შექმნილი რევოლუცია როგორ იქნება? ის ტარები, რომელსაც შეიძენენ, მე იმას ადგილი ხო უნდა მიუჩინოთ, შევინახოთ. ტარი ბურჯულაძის დროშა ამის. არა, მე მგონი ტარი ორივეს ტარი უნდა. ტარის მივაბაროთ მე, ხო მოვლენ ტარებით. ხო და საქართველოს დროშას ნაზად ჩამოვხდით. კი ბატონო. მე ვამბორებით და გადავკეცავთ და შევინახავთ ტარი, უნდა შევინახოთ. პლასმასები ამათ. ხე. ბიჭო, ხე არა, ის ამაზე ხეს ვინახავთ. დიდ ტარიანი ხო უნდა რა. პლასმასისაო არა პრობლემა. სილიკონი. პლასმასის ტარები. კაუჩუკი. შევინახოთ. ბიჭო, თან ეს როგორია, იცი, უტრაკომეტრაკეები. აი ეს არის უტრაკომეტრაკე რა. ჯერ ეს არ არის რომ შევარდები. მაშინ ხაბეიშვილი უფრო უტრაკომეტრაკეა. ეს ხაბეიშვილი. და ხაბეიშვილი არის ხო, მიშას იმაში შევარდებიო. ციხეში არის გახდა. არა, ეგ უგულავა იყო. არა, ესეც იძახ, არა, ესეც იძახდა, მაგრამ ის იყო რომ იმან დაჟე მე სახში არ დაუბრუნდა. ხაბეიშვილი ამბობს. ციხესთან ვიქნები. შენ მიკროფონი გაასწორი, რომ კარგად მელაპარაკო. ლუღლუღებ. და რა თქმა უნდა დისპეჩერი. გამოცხადდა რეისი. მე ასეც ველოდები წერს გამარჯვებას, როგორია მე 5 ცით რა არის? თქვენი ეს განწყობა, გასაგებია ეს თქვენი განწყობა, მაგრამ ბრძოლისთვის არ განაწყობს საზოგადოებას. ჩვენ ბრძოლისთვის მოუწოდებთ მე უნდა განვაწყობ. არა, თქვენ არ უნდა განაწყობ, მე უნდა განაწყობ. მე უნდა ამსახუროთ. არა, მე უნდა მაგარი ამსახველია. და ჩემი ვალდებულება და ჩვენი მოქალაქეები პირდაპირ გეუბნებით, იმიტომ რომ თქვენ ყველამ ის დღე არის ბრძოლის ერთი დღე რეჟიმის წინააღმდეგ. კაი, გააჩერეთ, აღარ მინდა ამდენი დისპეჩერობა, მე მიკვირს ინგა გრიგოლია რომ მე ჟურნალისტი ვარ, მე უნდა ავსახო. ანუ როგორ ერთ ადგილს ათამაშებს რა. ივიმ კუხოჩის ესი რაღაცა, როგორც ოკუპანტები ამბობენ. ესეთი რაღაცები მე შემიძლია თავისუფლად ვყავ რუსული უხამსი ისინი, ხო? იმიტომ რომ არიციან რუსული. ალბათ. მე მახსოვს ინგასთან ეთერში ჩერგოს უთხარი რომ სალამური რისგან კეთდებაო და ინგა ვერ მიხვდა შუტკას. ჩერგო მიხვდა, გახსოვს ესეთი? იგას რომ რა შუაშია მე ვერ გავიგეო რა. კაი, ლაკა ხოშტარია.
მასზე არ ამბობდით ან ამას? მაგაზე ვამბობ კი ბატონო. რევოლუციის გზა არის ის, რასაც ისინი იმსახურებენ. ეხლა ეს რევოლუცია კონკრეტულად რა ფორმით და როდის მოხდება, შეუძლებელი არის ამის თქმა, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ და ვიცოდეთ, რომ ყოველი დღე და განსაკუთრებით ეხლა უკვე, როდესაც მე საფრთხეები ჩამოთვალე. ყოველი დღე ჩვენ უნდა გვაახლოვებდეს სისტემის ჩამოშლასთან. აჰა. ყოველი დღე. მაგრამ რა მეცადინეობით ხდება ეგ ყველაფერი? ფიჭური კავშირგამულობის იმის გამოყენებით? ბიჭო, ხთაკა ხოშტარიას შეუძლებელია, რომ არ დავფასო რეალურად რო შევხედოთ რევოლუციური მუხტის შექმნა. ანუ საიდან უნდა გამოიწვიონ ამათმა? ლაკა ხოშტარია შეუძლებელია არ დაუფასო ის, რომ ხაბეჟულზე უკეთესად აზროვებს. ხაბეჟული 4-ს ანონსებს, ეს კონკრეტულ ვადას ამბობს. რუიანში ხართო და რუიანი როგორ უნდა იყოს თუ არ იცის, მაგრამ და რუიანი რაც ხოლო 16-იანი რა 16-იანიო? 16 ანუ ამათ წარმოდგენაზე რუიანზე მეტია. აი შევიდეთ აი, არ ვიცი. შეუსრულებელი მისია ამარ არის, როცა დრო ნაცის პერსპექტივიდან მარტივია 4 ოქტომბერს დაუშვათ. გამოდის 200,000, 150,000 ადამიანი და შემდეგ რა ხდება უთხეს კაცო, მილიონი და ეს კითხეს ამას, რომ კაი გამოდიან და მილიონი ქართველი გამოდის და მიყვება ხაბეიშვილს და ბურჟუაზიას დროშის ტარები. გამოვა ხალხი ხაბეიშვილს უჭირავს. შორიან ტელეფონებით. ეს რელიგიური პირია, ვინმე დოროთე ყურაშვილი და რა ვიცი, გამოვხატოთ ინსტიტუციისადმი გარკვეული პიიტეტი, მაგრამ მაინც გავუშვათ და ნაზად დავაკომენტოთ. მიუხედავად ამ პრობლემებისა, ამ დრომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოაჩინა. ძალიან ბევრს ვთქვამთ ჩემთვის, რომ ეს მოვლენები რო არ ყოფილიყო, თქვენ ხო არ გამოჩნდებოდი და თქვენ არ გაგიცნობდით და თქვენ არ მეცოდინებოდით და რა ბედნიერება რომ გამოჩნდა. რამდენზე მithქვამს მე, რომ აი თქვენ მე ხო არ მეცოდინებოდით, რომ ესეთი მოაზროვნე ხარ და ესეთი კარგი. ძალიან დიდად მოაზროვნე ადამიანები, მე იმიტომ ჯერა გამარჯვებს, რომ ვინც კი აზროვნებს ყველა ან ქუჩაში, ან პროტესტში, ან ესა პროტესტებს ანას. გასაგები. პატივ მოყარეობა ჩვენგან არ უნდა ესწავლებოდეს. ხო, ნუ არა, მე მგონი შემდეგზე გადავიდეთ. არა, ერთ ვიტყვი რა, არქიმანდრიტია კაცი, ხო? ქართული ოცნება შემოაქვს კანონები LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ. ეკლესიის როლის გაძლიერებაზე ზრუნავს. იქით ხარეს ჩვენ ჭინკებს ხედავთ უბრალოდ 1000 ჯურის და 1000 არ ვიცი მოძღვარმა, ხო? ან საეკლესიო პირმა, ხო? ასეთი რანგის. მე ვერ განვიკითხავ როგორ შეიძლება, მაგრამ რაღაცა პრობლემა აქვს ამ კაცს რა. მე მგონია რომ რაღაც დიდი პრობლემა აქვს რა. ანუ აი შეკითხვა სასულიერო პირი მოქალაქემ უნდა გაიცნოს მისი მოძღვრების და მისი შეხედულებების გამო სუფთად რელიგიურ კონტექსტში რჩება მოძღვრების მიხედვით და ამით უნდა იყოს მოუხდა. სასულიერო პირი რომელსაც პოლიტიკური კომენტარის გამო სცემენ პატივს და ეტყვიან რომ კარგი არისო სასულიერო პირი რატო არის ამიტომ კარგი? ეს ბოეს აკაცუკები რო დადიან და რო ყვირიან მოაზროვნეები არიან და ანუ აზროვნებენ? არ ვიცი. კი, ჩვენ ხო ვნახეთ ის ძალიან ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი akcijas აღმწერი ვიდეო, ეს ზომბის რო არის, რა ქვია, შემოსეულცებ კადრში. ეგენი არიან ინტელექტუალური, ნაღები ინტელექტუალური ელიტა საქართველოს. კი ბატონო, თინა ბოკუჩავა. ესეც ინტელექტუალია. უდაოდ. იმ დროინდან უმაღლეს მთავარსარდალს სჯის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის სახით, იმიტომ რომ მან არ დათმო ქართული სახელმწიფო, რომელიც ომს საკუთარ ქვეყანას აბრალებს. ამაზე რა თქმა უნდა თქვენ რა უნდა იყოს ჩვენი რეაქცია ღალატზე. მე მგონი აღარ გაუშვათ ეს გოგო არასოდეს. ღალატების დასრულება ამ გავაჩეროთ, ხო, კოტე რა. მე თიკა თუ თინა თქვენი მეუღლე კოტე რომელსაც განაცხადა რომ მომიტაცესო წამიყვანესო ზალი ჩამეწერეს მე დავხვდესო ესეთ. რატომ არ ითხოვთ ამის გამოძიებას? როგორც ერთ-ერთმა ოპოზიციურმა ჟურნალისტმა გირჩიათ მისი ტელეფონიდან ლოკაციას სადაც ვიდეო გადაიღო, რატო არ ნახულობთ და არასაჭიროებთ. მე მაგ ძალიან დიდი კითხვები და ბევრი კითხვები ამ ფაქტის ირგვლივ. კი, მე მინდა რომ გავარკვევთ კოტიკოს თავს რა მოხდა. მე მგონი ახლა მიზოგინიას ხშირად წამებენ. არა, მე მგონია რომ კოტიკო იმალებოდა.
გაზრა გამოზრა და რა თქმა უნდა. ამან უთხრა რომ ან იტყვიო ხა რა ხდებაო? მომიტაცეს. ანუ რაღაც ამბობ. საქმე შორის არის ვიდრე შენ ეს ის არ არის რაც შენ გონია. კოდიკოს გონდა ბოლო პირობა მიცემული ამაზე. მეც აღარ გავიმაინე. ეს ის არ არის რაც შენ გონია. ეხა ამ მკიცებულება წარმოადგენს ადიყავი ან შორდებით და კოდიკო რას ამბობ. ვაფშე ეს საქმე სხვა მაგასთან კი არ არის პოლიტიკურ საქმესთან მე ალბათონი არის მოყოლაო და ალბათონი თიკა არის ბრენდის ტყვეობაში არის იმიტომ რომ მან როდესაც რაღაც ეტაპზე თავის ცხოვრების გადაწყვიტა რომ ჩემთვის უდიდესი სოციალური კაპიტალი არის რომ მე მქონდეს უახლესი iPhone და შემდეგ ყოველ წელს ალბათ ეს დილემა არის მის ცხოვრებაში ის გახდა ტყვე და შესაბამისად ტყვე არის მიხეილ სააკაშვილის iPhone ბოლო. ამიტომ მე ურჩევდი რომ იქნებ Android-ის ცადოს, Android-ის სისტემის ტელეფონი. მადურო ხო ნახე. შეიძლება გათავისუფლდეს და რეალურად იდენტობა შეიძლება. Huawei მაჩუკაოს იმო. ყველაზე მაგარი ტელეფონია სამყაროში და ამერიკელები ვერ ტეხავენ ვერ წადელტები და ნიკიდა. შანსი არ არისო. თაჟო დათუნაშვილი დათო დაზუნაშვილი. არც მე და არც ერთ ჩემს თანამებრძოლს არავის მოწოდება არ გვჭირდება პოზიციის დაფიქსირება, როდესაც არის საჭირო და ჩვენ თვითონ გავსაზღვრავთ როგორმე რა მომენტში და უნდა ვილაპარაკოთ და საჭირო კულტურა ეცნა კითხვის გამოძახილი პოლიტიკურ პროცესში რაღაცა დამონათების წესით აბა ეხა შენ თქვი რა ამას თუ მოვიშლით რომ შეიძლება ერთი პატარა მაგრამ ერთი ნაბიჯი გადავიღოთ პოლიტიკური გაზეთში შეიძლება გახარეს პოზიციას მოგახსენეთ ამას დაგუშვებთ პრობლემა გეა მაგამ კითხოს და მე მიმოჩნია რომ ის განსხვავება რომელიც ჩვენ მივიღეთ 2024 წლის გაყიდვების შემდეგ რომ ჩვენ არ ვცნობდით ამ არჩევნებს, არ ვცნობდით მის შედეგებს და არჩევნებს პარლამენტში. ეს იყო ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა, რომელსაც მომავალში ხარ. ხმამაღალი იქნება ჩემგან რომ მე შევაფასო ეს და დამწუნებული ვარ რომ შეფასდება როგორც ისტორიული მოვლენა. მაგრამ ეს გახარიასთან არ არის? ეს არის კაც. ლელოს უკეთია და ერთად ხო არიან? კი, ლელო და გახარია. გახარიამ თქვა რაო შეცდომა იყო ხო და მან მე გუშინ ვიღაცამ ხო დაუსვა კითხვა რომ მაგაში ვეთანხმებით თუ რა გამოდითო და გაიცით პასუხიო და მეც ველოდები მაგ პასუხი გამოვიდნენ ლელოელები და თქვა ან გახარია მაგ ნათქვამში რა მათ წარმოდგენაში რა იგულისხმა ეთანხმებიან თუ არ ეთანხმებიან ანობენ თუ არა ისინიც რომ არა იღეს მანდატები თუ ფიქრობენ დღემდე რომ ეგ კარგი იყო მაგრამ მიუხედავად მაგისა მაინც შედიან არჩევნებში და შემდეგი 9 ხო რო შედის ახლა პარლამენტში და ალბათ ივლიან ხო რეალურად იმიტომ რომ რახან ლიდერმა თქვა რომ შეცდომა იყო ესენი იქნებიან პარლამენტის წევრები ისინი რას ამბობენ მათი პოზიცია უნდა გავიგოთ ის რა შვება ბიჭო ბაბუაძე ბაბუაძე ჯერ არ მინახავს ლევანსანი ანუ იქ დარჩა ხო ლელოშია ხო ისე ალბათ რამე ხო არ ქონდა პროტესტი რომ რა არჩევნები რაღაცა ისე უკვე არ არის მემონი წავიდა საბა წავიდა საბაბუა წავიდა ესე იგი დედამისმა იქონია გავლენა ბაბუაძე მოჩახ ბაბუაძე საბა წავიდა საბას ქალბატონი დედა არ იყო ის კარგი ქალი რომელიც გამონათებდა ამ ბიჭს კი და როგორც ვიცი ისეთ მატერიალურად არ უჭირს ესეთი ოჯახია თავის თავს მიხედა რა რაღაც 1-2 წაიმაიმუნა ამ იდიოტობაში ამ რაღაცა პოლიტიკურ მასკარადში მასკარადში და რაღაც თამაში კიდევ ერთი მასხარა აღარ იყო ხო იმიტომ რომ ხა ლევან ხაბეიშვილს თავის პრობლემები აქვს თავის სოციალური პრობლემები თვითონ აღარ აქვს არა მაგასო თვითონვე ამბობს რომ კაი ოცნებაში ვერ წარმოედგინა მაგას თუ ვინმე კამერას მიუშვერდა კბილებს ჩაუსვა არ გოცნები პალტო კბილები დასვენებოთ პერსონალური ტრენერის ფული ქვეყნები ხა შენ ხმამაღლა მოგივიდა კვიპროსი ნახე ნუ მიქვე აი არა აკეთი ძალიან ხმამაღლა მოგივიდა ქვეყნები მეტი ქვეყანა არ უნდა ყავს ხო კვიპროსი ბერძნული მხარე ნახავ ვაფშე არაფერი არ უნდა ყავს ხო არა მეტი არ ვიცი თორე ხო გამოდებდა რომ იქ ჩავედი რაღაცაზე ამერიკაში მიიწვიე ეს რაინაზე უნდა მიეწვიე ამერიკაში აშუაშია კაი ლევან სანიკიძე გულბო მნიშვნელოვანია შენი პოზიცია ქონდეს ამ დღეს ვიღაცისთვის შეიძლება პროგრამა მინიმუმი იყოს, რომ მარჩევნების დელეგიტიმაცია მოხდეს და ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს, რომ იმავე საღამოს ხელისუფლება ჩამოიშალოს. ხელისუფლების ჩამოშვა ხომ აი შენობის აღება არ არის. ხელისუფლების ჩამოშვა არის, როდესაც ვერტიკალი აღარ მუშაობს
და რატო უნდა ჩამოიშალოს? აი რატო ელოდები? ბიჭო, არა, ხო და წეღანას ეგ კითხვა დავსე, როგორ თქო, ანუ ნაცის პერსპექტივაში ეგ რა არის? გაინსტრუმენტია. კაი, შენ ამბობ, რომ რაღაცა გამოვაო მილიარდი ქართველი. მილიარდი ქართველი ვიყოთ. ხო, ანუ ეგ მარტო ეგ არის, ანუ სამოქმედო გეგმა არის, მარტო ეგ. გამოვალთ ბევრი ხალხი, გამოიშლება ვერტიკალი. მილიარდი ბლატნოი ქართველი. გამოვალთ. მილიარდი არ გვინდა შალო, მართლა აი 10 მილიონი. მოდელირება ან ალტერნატიული რეალობას 50 მილიონი რო ვიყო. უკრაინის ხელა რო ვიყო. ხო, და ტერიტორიაც ცოტა დიდი, აი 50 მილიონი რო. მე მგონი ძალიან კარგი იქნებოდა. ძალიან კარგი. ძალიან კარგი. ძალიან ჭკვიანი ხალხი ვარ. გადახედე. და იმდენად ამბიციური და იმდენად შემსრულებელი 50 მილიონი რა. გარშემო მცხოვრებ სახელმწიფოებს. მე არ კონჩენ ტერიტორიას ზრდი ხო შესაბამისად. პრობლემები ტერიტორიაზე. თურქეთში პრობლემებია, ძალიან დიდი ეკონომიკური კრიზისია. თურქეთში შალვა მოდი ის თქვა, რომ ეკონომიკური კრიზისია ბოლო 10 წლის განმავლობაში, იმიტომ რომ არის პრინციპში ჰიპერინფლაცია, უკვე საბანკო სექტორი და რეალური ეკონომიკა. სირიაში პრობლემები აქვს, ქურთებთან პრობლემები აქვს, ილხამ ალიევთან პრობლემები აქვს რუსებმა, მაგრამ გაუხურეს ილხამს. და ასე შემდეგ და გარშემო პრობლემებია რა. და ჩვენ ძალიან ჭკვიანურად ვიქცევთ. აი მე ასუკრავ რა აქვე ამ კონტექსტში მიულოცოთ მამუკა მდინარაძეს სუსის ხელმძღვანელობა, რომელიც ამ ეტაპზე და ამ პოლიტიკური გამოწვევების ფონზე არის ერთიორად განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თანამდებობა. მე ვიტყოდი, რომ ჩვენი პოლიტიკური სტაბილურობა გადის ზუსტად მაგ ინსტიტუციაზე. შესაბამისად უსურვოთ ბატონ მამუკას და აბა ხო, ჩვენ ვიცით და ჩვენმა სახელმწიფო. TV პირველის ნიუსია და თქოთ, რომ გაუშვათ რა. არა, ხმა არ არის. აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედის მხრიდან კრუგი დაარტყეს. აი, კრუგი. კრუგი დაარტყეს მე. მადლობთ, რომ რუსული ბარბარიზმებით ბარბარიზმებით არა. ხო, კრუგი. დაკრუგეს რო დაეწერა. მოკრუგეს. ხო, აი ეს არის ძალიან საინტერესო ნიუსია თავისად. კრუგი რო დაარტყეს, რა სიტყვით? თავი ან წერაში ზეპერ სიტყვა რომ შეიძლება გაგეპაროს რა. არა, დაკრუგა არაა პრობლემა, მაგრამ წერაში ნიუს რო კრიფავთ და კრუგი დაარტყეს. და რუსებს ებრძვიან. შეიძლება გრიგოლია მქნა თვითონ. რუსებს ებრძვიან, ესენი ძალიან გამწარებულები. დიაბარამიძე. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანად, ერთიანები, უნდა გამოვიდეთ ქუჩაში. გამოვიდეთ ქუჩაში 13 სექტემბერს, გამოვიდეთ შემდეგ ყველა თარიღზე 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს, რა თქმა უნდა, მათ მიერ დანიშნულ რუსულ სპეცოპერაციის თარიღზე 4 ოქტომბერს, ყველანი თუ გამოვალთ, ეს ამ რეჟიმს ჩვენ მშვიდობიანად, როგორც ვარდების რევოლუციის დროს. მოხდა მოვიცილეთ, ვარდების რევოლუცია. ეს არის საამაყო საქართველოსთვის, თელმა მსოფლიომ აღიარა. აი ამის შემდეგ ეწოდა ფერადი რევოლუციები, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ მიაქციეს ყურადღება ვარდების ფერს, თორე ჩვენი რევოლუცია იყო ვარდის ფერი კი არა, ვარდების რევოლუცია. ჩვენ ხელში ავტომატები და იარაღი კი არ გვეჭირა. ვარდები ეჭირა მიხეილ სააკაშვილს და ისე შევიდა იმ პარლამენტის შენობაში. თქვენის ამ იარაღი არ ქონდათ იქ რა ვიღაცებს, რა თქვენი დედაც ვატირე მართლა რა. ვარდები შევიდა, ამხელა არ ქონდათ იარაღები ვიღაცებს. ეკლები. ო მაგათი დედავატირე. ყველა მიცის კაცო, ვინც იმემ შეესწრო იარაღებითაც იყვნენ ტიპები. ხო, მაგრამ ეკალი ხო აქ არც და რომ რამეც კა. კი ბატონო. ო, ახლა შენ დახუჭე თვალები გიაბუღაც. და პარტიულ იმასე ნუ გადაარეს კაცო, არავინ არ უყურებს პარტიებს, შენი ჭირი მე რაღაც პარტიული თემია და პარტიაში ხეთა რო ის მაგარი როჟა. მე საქართველოს მაგალითად შეგედა ვაფშე წინკას როა ამის გავსებული. ხტები ვიტრო აქ პატარა სვავი. კონდა შემოთავაზებას პარტიებთან წლების განმავლობაში. ერთხელ არ მიფიქრია. კაცო მე და ნუ ბევრი სხვა ადამიანი ხა თავს არავის არ შევადარებ, მაგრამ ჩემი ადგილი მე ვიცი ხო?
თვითრეალიზებული ადამიანები ვართ ჩვენ პროფესიაში. არ მჭირდება მე არავითარი პარტიები და არავითარი აი, პარლამენტი. გავიგეთ რა მოაშორე. რაში გამოიხატება თვითრეალიზება? ლენინი დახატა. ხაბეიშვილი. ხაბეიშვილი, ხო, ლენინი და ადამიანი რომელიც ხაბეიშვილს ხატავს პატრიოტიზმის სიმბოლოდ, ეგ კაცი არა, შეგეშალა. ადამიანი რომელიც ხაბეიშვილს ხატავს. მე დანარჩენი უკვე იქ ხო ხდები? არა, მაგრამ იმ ნაწილში ვამბობ მაგას, რომ ამბობს რომ არ ვარ პარტიულიო. ადამიანი რომელიც ხატავს უკვე პრობლემაა. ნაცების ყრილობაზე გამოდის და ამბობს რომ ქოცების ადგილი არის ჯოჯოხეთში და იქ ელიან ჯოჯოხეთის კარიბჭე იღება და იქ უნდა მოხდეს ყველა ქოცი, ეს ადამიანი ამბობს რომ არ არის პარტიული. თვითრეალიზებას რაც გულისხმობს არ ვიცი, მიშამ რომ იმას დანიშნა რა ქვია, სამხატვროს ხელმძღვანელად მაგაში თუ თვითრეალიზება გონია არაფრით არ განსხვავდებოდა ეს თუნდაც სინაბოკუშავასგან რომელიც iPhone დაითრია, ამან ის დაითრია კაცო რა ქვია, სამხატრო ზუსტად იგივე არის. თინამ ბევრად პატარა დაითრია, ერთი device-ია. გადააყოლეთ ისე პრინციპი გოგო რა. შენ კიდე რამდენჯერ უნდა ახსენო. რამდენჯერ გიყიდიათ ვიღაცებისთვის ტელეფონი? მე არასოდეს. შენ ძუნწი ხარ. ო, ძუნწი ბიჭი ხარ. შეყვარებული ხო ყოლია? მე უღლისთვის მიყიდია სხვისთვის არა. არა, ბოდიში უღლემისთვის მიყიდია. აუ, გაუტეხელი. კაი. დალშე დაგვჭა ერთი მურთაზოდელავა, რომელიც ვაფშე ლაპარაკის უფლება არ აქვს, იმიტომ რომ მე პროკურორია. მოდი, ამაზე კიდე მე ერთ კომენტარს გავაკეთებ, იმიტომ რომ ხაბეიშვილმაც ეგ თქვა რა, რომ რა კომენტარი უნდა არა, სხვა რა ხურე? ხაბეიშვილმაც თქვა რომ გვერდზე გადავდო პარტიები დაიკიდეთ პოლიტიკოსებიო და გამოვარდითო ყველა გარეშე, იმიტომ რომ საქართველოს არის გადასარჩენო. ეხლა ეს სწრაფს რომ მე არანაირ პარტიას არ წამოვადგენ, რომ ჩემ ქვეყნის ბერდი მადარდებს, არის იგივე ნარატივი. ანუ ესენი თელ ამ თავის პროპაგანდაში ცდილობენ შეიტანონ მელოდია, რომ ეს არ არის არანაირი ნაცური პროტესტი, ეს არის ქვეყანას ჭირდება გადარჩენა და გამნიშნულობა აქვს პარტიას. საბოლოოდ მაინც ყველაფრის დისტილაცია ხდება იქამდე, რომ თუ სული რევოლუციის გზით ხელისუფლებას ვიღაცა უნდა მოიყვანო ის ხელისუფლებაში. შესაბამისად, არა, პროსტო რომ შეცვალო. არა, კონტრრევოლუცია. პროსტო რომ შეცვალო. არა, და არავინ არ მოვიდა. არავინ არ მოვიდა. და იყოს სომალი მაგალითად. პროსტა ქაოსი რო. სომალი სამნაწილად დაიშლა, მაგარი ისინია. მაგარი სამი ნაწილი გაიშალ დაიშლა. ჩვენი სახელმწიფო მოწყობის ფორმა რო იყოს ვაკხანალი რა, ოფიციალური. ვისაც ჩვენი იმის გაკეთებული და ჩვენი დევიზი იყოს, ვისაც ჩვენი გაკეთებული, არეული არ მოსწონს, იმის გაკეთებული. ყველა რომ მართველია, ხო რა. არა, ხაბეს რო ჩააბაროთ რამე, ესეთ ინფანტილიზმი მე არ მინახავს მართალია. ძალიან დიდი ინფანტილიზმი. ხო, ყველა ის ხო რა დაყოფას ხო ვაკეთებთ რა, რომ აი რაღაც იმ მიკროსოციუმში კიდე რაღაც არსებობს უფრო მიკროსოციუმი, რომელიც მართლა შეცდომაში არის შეყვანილი და არ არის გალიმი ნაცი და გალიმი იდიოტი. რა ქვია, ხო, ან გალიმი იდიოტი, ან დნმ-ით იდიოტი, ან დნმ-ით ნაცი. ამ ადამიანებს ხო შეიძლება მართლა ქონდეთ ეგ თვითრწმენა საკუთარ თავთან ეგ მსჯელობა, რომ მე ნაცი კი არ მომყავს ხელისუფლებაში, მე მინდა რომ ქართული ოცნება შევცვალო. ოღონდ ხო და ანუ ეგ ხო ანუ მათემატიკაა ხო ყველაფერს თავი დაანებე რა ანუ შენ თუ გები ამათ გვერდი ამათ ბრძოლაში რაზაკურული ესენი გინდა რომ მოიყვანო ხელისუფლებაში. მან უკვე იმის ლაპარაკი რომ მე არც პარტიას არ ვეკუთვნი და არც ნაცი მომწონს და საერთოდ არ მინდა დაცემის მომბრუნება არის ნუ პროსტო პროხაბაზა. დაუშვათ ხარ ეგრეთ წოდებული შუაშის და გინდა გაუგო. გაუგო ამ ადამიანებს. აი დიდი სურვილი გაქვს რომ ოცნება არ მოგწონდეს და გაუგო და უცებ ამ ბექაუდიშარეს რაც დაუძახეს, ხო? გესმის ესეთი რაღაცა. ნუ პროსტა იდიოტი ან დაძირალა უნდა იყოს, რომ ეხლა ამათ ხარი დაუჭირო. კარგი, მაშინ ვოლსკი დავამთავროთ, ბატონი ვოლსკი, რომელმაც ძალიან საინტერესო მეთოდი წარმოგიდგინა და ნახოთ აბა თუ უშველის ჭინკებს გავუშვით. ხმა არ უნდა. აი შეხედეთ, აი, აჰა. всё. გასაგები. მაგრამ აქ თვითონ ბატონი გიაც მე მგონი ბოლოს ხელი ჩაიგდა. ანუ ვიხარ რომ არაოცო არც ეს არ უშველისო. მადლობა, დიდი მადლობა მეგობრებო. შველი და
უშველის. ნუ მაგას მაგას გაძლიერებული. სერიოზული ეგზორციზმი. მაშინ ხო გაძლიერებული ეგზორციზმის კურსებია საჭირო. ხო და ჩვენ არ ვიცი. და თან კომპეტენტური პირებისგან. და მასობრივი ეგზორციზმი. კი, მასობრივი. და მასობრივი ეგზორციზმის ავლით შეფერვა უნდა მიასხა ნაკურთხი წყალი რა. ბიბლიაში არის აღწერილი ღორების კოლტიდან რომ გამოვიდა. უფალმა ჩაატარა ღორების კოლტიდან რომ გამოვიდა სახელი მათი ლეგიონერად. მეტი ესეთ ისტორიაში არ მახსოვს და სადაც არის კი გავს ღორების კოლტს მეგობრებო, როცა ესეთ სიტყვებს უძახი ადამიანს, რაც შენ თქვი, ღორების კი არა, ნაძირალა ღორების. ასე ვთქვათ. დიდი მადლობა, ისე უყურეთ და ხვალ შეხვდებით. მოვამდე